მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ულამაზეს ხევსურეთში, სადაც აი ამ განსაკუთრებულ ავტომობილს გამოვიწყდით. სანამ უშუალოდ ავტომობილის განხილვაზე გადავალთ და გაჩვენებთ კიდევ უფრო ლამაზ ადგილებს, ვიდრე უკვე ნახეთ თქვენ კადრებში, მანამდე რა თქმა უნდა წარვადგინოთ სპონსორები, რომლებიც არიან ჩვენი მხარდამჭერები და ვისი დახმარებითაც იქმნება ჩვენს არხზე კონტენტი. ჩვენი პირველი გენერალური სპონსორი არის კომპანია Trust Import, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ამერიკიდან და არა მარტო ამერიკიდან, კანადიდანაც ჩამოიყვანოთ არაჩვეულებრივი ავტომობილი საუკეთესო ტარიფით, ძალიან დაბალი ფასი გექნებათ ტრანსპორტირებაზე. ჩვენი მეორე სპონსორი არის SOCAR Georgia Petroleum, რომელიც ამ ვიდეოშიც გაათამაშებს 50 ლიტრს საწვავს, ამისათვის ძალიან მარტივი მოქმედებაა შესაძლებელი. უბრალოდ უნდა დაწეროთ კომენტარი და გამოწერილი უნდა გქონდეთ ჩემი არხი. და ჩვენი მესამე სპონსორი Little Tree Georgia, რომელიც სურნელოვანი არომატიზატორებით გვამარაგებს. ჩინური ავტომობილის გაგების დროს პირველი რა გვაფიქრდება ხოლმე და ბრენდის. პირველი ის, რომ ეს არის გუშინ შექმნილი კომპანია, რომელსაც არც დიდი გამოცდილება აქვს, არც დიდი ისტორია და შესაბამისად მისი ნდობა საკმაოდ რთულია. ჩანგანის შემთხვევაში ასე არ არის. ჩანგანი არის უძველესი ავტოინდუსტრიაში არსებული ბრენდი, რომელიც 1862 წელს შეიქმნა. უშუალოდ ავტომობილების წარმოება 1980 წლიდან დაიწყო და დღესდღეობით არის ტოპ 4-ში ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ავტომობილს ყიდის. 2010-იანი წლებიდან ჩანგანმა უდიდესი ინვესტიცია ჩადო საკუთარ ტექნოლოგიებში, უსაფრთხოებაში და ასევე იმაში, რომ განევითარებინა ელექტროავტომობილები და დღესდღეობით იმდენად ხარისხიან პროდუქტს ქმნის, რომ ფაქტობრივად ამსხვრევს იმ სტერეოტიპს, რაც არის ზოგადად ჩინური ავტომობილების მიმართ. და ჩანგანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თვალშისაცემი მოდელი არის Deepal G318, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. Deepal G318 არის დიდი ზომის SUV და შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს რომ ყავდეს უნივერსალური ავტომობილი. ანუ იმოძრაოს ქალაქშიც და იაროს ასევე ქალაქგარეთ უძრაობას. დავიწყოთ ახლა ექსტერიერით, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ლამაზია. ზოგადად მე რომ ამ მანქანას შევხედე, ორი მანქანა გამახსენდა. ახლა სადაოა ვის მოაგონებს და ვის არა, მაგრამ პირველი Defender-ი, რომლის body kit-იც ასე ვთქვათ, ცოტათი წააგავს უფრო გვერდიდან. მაგრამ მე რომ მკითხო Defender-ს ეს მირჩევნია, იმიტომ რომ უფრო გამოკვეთილი და ლამაზი ფორმები აქვს ვიდრე Defender-ს და ყველაზე უფრო მეტად ცხვირიდან რომ შეხედავთ, მოგაგონებთ Bronco-ს. მაგრამ ეს არის Deepal G318, რომელიც ძალიან დიდია, სიგრძეში 5 მეტრზე დიდია და სიგანი და სიმაღლე აქვს დაახლოებით 2-2 მეტრი. პატარა არ არის, ქალაქში სამართავად ცოტათი დისკომფორტი იქნება, თუ რა თქმა უნდა პატარა მანქანიდან გადმოჯდებით და დიდ მანქანას უკვე შეჩვეული არ ხართ, იმიტომ რომ დაპარკინგების თვალსაზრისით და ვიწრო ქუჩებში ცოტათი გაგიჭირდებათ და მეტი ყურადღება დაგჭირდებათ, მაგრამ არა უშავს, დამერწმუნეთ, ნამდვილად ღირს, იმდენად კარგი სამართავია და ამას უკვე როდესაც წავალთ და გავივლით, იქ მოგიყვებით მის შეგრძნებებზე. დავიწყოთ მოდი ცხვირით. ზოგადად ამ ავტომობილს აი აქ რომ შეხედავ, პირდაპირ ვფიქრობ, ეს არის ელექტროავტომობილი. კი, ელექტროავტომობილია, მაგრამ აი აქედან რომ შეხედავთ და შიგნით შეიჭყიდეთ, დაინახავთ რადიატორს, იმიტომ რომ ამ ავტომობილში საწვავიც ისხმევა. და რა მექანიზმია ეს და როგორ მუშაობს, ამას მე მოგიყვებით, როდესაც უშუალოდ ძრავზე გადავალთ. მოდი ახლა გავაგრძელოთ ექსტერიერზე საუბარი. ფარები, სხვათა შორის ეს ფარები რაღაცით ცოტა ბევრი შედარება გამოვა ეხლა, მაგრამ F150-ს მაგონებს Ford Raptor-ს. ნუ იმ ხელფარები არ არის, მაგრამ მოყვანილობით დაახლოებით წააგავს. ეს ფარები არის LED ფარები, რომლის რეგულირებაც შეგიძლიათ როგორც სიმაღლეზე, ასევე მანძილზე. ანუ თქვენ თვითონ შეგიძლიათ დააყენოთ სალონი და როდესაც ჩავჯდებით, განახებთ ეკრანზე, საიდან იმართება ეს ყველაფერი, რამდენად მაღლა გაანათოს, თუ დაბლა გაანათოს და ასევე რამდენად შორს მიდიოდეს ნათება. ასევე ავტომატურია, როდესაც სიგნალეში მიდიხარ, თუ წინ მანქანა არ მიყვებათ, ან შემხვედრი მანქანა არ მოდის, ავტომატურად თვითონ რთავს ეგრეთ წოდებულ დალნს, ანუ შორ განათებას, მაგრამ როგორც კი ავტომობილი გამოჩნდება, ან წინ მიმავალ მანქანას მიუახლოვდებით, ეგრევე გადადის უფრო ახლო ნათებაზე. აი აქ დაინახავთ ალბათ, აი როგორ ლამაზად არის ინტეგრირებული ეგრეთ წოდებული საბუქსირები. ნუ რაღა ეგრეთ წოდებული ქართულად საბუქსირე ქვია. ამას გადმოვწევ ხა და გაჩვენებთ. აი ასე. ანუ არ არის რაღაც უშნოდ გამოწეული, შეგიძლიათ
აატრიალოთ და ჩასვათ და იფიქრებთ, რომ მთლიანად დიზაინის ნაწილია და უბრალოდ როგორც ეს არის ყვითელი ის ელემენტი ჩაშენებული, ასე ვთქვათ, დიზაინის ნაწილში, ასე გადმოწევთ და ჩაუბავთ ავტომობილს. 21 სანტიმეტრიანი კლირენსი აქვს, რაც მე ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალურია. Subwoofer off-road-ში, მძიმე off-road-ისთვის ეს მანქანა ისედაც არ არის განკუთვნილი. 20 დიუმიანი დისკები და საკმაოდ ინოვაციური დიზაინის დისკები აქვს, აი ელექტროავტომობილთან მიახლოებული, მაგრამ არც მთლად. აი ყველაზე მეტად მე რაც მომეწონა ამ მანქანაში არის ეს ნაწილი. აი ეს კიდევ უფრო მეტად მიანიშნებს იმას, რომ სამოგზაურო მანქანაა და ზემოთ ბარგის დალაგება შეგიძლიათ, დამატებითი პანელი არის იქ რკინის, რაზეც შეგიძლიათ რომ ბარგი დაამაგროთ და გადაუჭიოთ, რომ არ გადმოვარდეს და ეხლა გაჩვენებთ კიდე რაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ერთი წუთი ახლა მე ვეცდები ეს აი ამას ესე გადმოწევთ. სხვათა შორის საკმაოდ მყარი კონსტრუქცია. ახლა მე რო გამიძლო, ესე იგი მყარია. ესე ახვალთ. მოთავსდებით და გოგოებო. შეგიძლიათ სადმე სადაც მოგეწონებათ, გააჩეროთ ავტომობილი და ეს ზედა სახურავი რუჯის მისაღებად გამოიყენოთ. უკანა მხარეც არანაკლებ ლამაზი აქვს. ალბათ ამას შეამჩნევდით. კარბონის იმიტაცია გაკეთებული, რა თქმა უნდა, კარბონი არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზია და უხდება. უკან აქვს, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული ფარკოფი, რომელსაც ჩავიბავთ სხვა ავტომობილს და ამოვათრევთ, სადაც ვიქნებით უგზაობაში წასული და სათადარიგო საბურავი ასევე იმისათვის, რომ თუ უგზაობაში სადმე საბურავი გაგვიწყდა, დამატებით დახმარება გქონდეს, მაგრამ ამ ავტომობილის უკანა ნაწილში არის ერთი განსაკუთრებული ფუნქცია, რომელიც ჩანგანმა ჩააშენე და ეხლა ნახეთ. ჩანგან გაიღე. ნახეთ რა ჭკვიანი. ეხლა რაც შეეხება საბარგულს. ზოგადად ესეთი ტიპის ავტომობილებში საბარგული არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რატომ ყიდულობ ამ ხელა ავტომობილს, ხომ? უნდა წახვიდე ქალაქგარეთაც, შორგზაზეც და შესაბამისად გექნება საკმაოდ ბევრი ბარგი, მით უმეტეს თუ კემპინგს აპირებ. საბარგულის მოცულობა საკმაოდ დიდია. ამას ალბათ თქვენ თვითონაც დააფიქსირებთ. აქ ეხლა განთავსებული გვაქვს დამატებითი ავზი, რომელიც გვერდით უმაგრდება, უბრალოდ ახლა საბარგულში გვიდევს, იმიტომ რომ სამის საჭიროება არ წარმოადგენს რომ გქონდეს. ლიტრებში გეტყვით ამ ავტომობილის საბარგულის მოცულობას, მე კი ვერასდროს ვერ აღვიქვამ ლიტრებით, როგორ უნდა აღვიქვა რამდენია, როგორც მეტრებს ვერ აღვიქვამ, რომ აქედან 100 მეტრში რა ხდება, მაგას ვერასდროს ვერ ვარტყავ. ისევე ლიტრებით, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა ვიღაცები არიან, ვინც ამას ხვდებიან და გეტყვით 818 ליტრია საბარგულის მოცულობა, მაგრამ უკანა რიგს თუ ჩაკეცავთ 1740 ლიტრამდე იზრდება, ანუ ძალიან ბევრი რაღაცის წაღება შეგიძლიათ. აი ორი ადამიანი თუ მიდიხართ სადმე, აი კემპინგზე, ჩემი აზრით, ძალიან თამამად შეგიძლიათ წახვიდეთ და უამრავი რაღაც წაიღოთ, რაც გამოგადგებათ იქ და თუ უკანა რიგიც უნდა შეავსოთ, მაინც საკმაოდ დიდი ადგილი რჩება. ამიტომ ზომიდან გამომდინარე მოსალოდნელიც იყო და გამართლა კიდევაც მოლოდინები, რომ საკმაოდ დიდი და ტევადი საბარგულია. სანამ საბარგულის ნაწილს დავამთავრებთ, ახლა შევამჩნიე, არ დამინახავს და ამიტომ აუცილებლად უნდა გაჩვენოთ, იმიტომ ძალიან საჭირო რაღაცა აი ეს. ხო გეუსაუბრებოდით კემპინგზე რო წახვიდეთ მეთქი სადღაც ახლა ხევსურეთში ვართ ამოსული და აი აქ რო წამოხვიდეთ ერთი კვირით ხო გჭირდებათ დენის წყარო, ფენიში ერთოთ თმის ლუთო, ყავის მადუღარა, რა ვიცი, მილიონი ტექნიკა არსებობს, რაც დაგჭირდებათ ყოველდღიურობაში. აი ეგრეთ წოდებული დენის ქვითაა გამზადებული. თქვენს ელექტროავტომობილზე შეაერთებთ და არანაირი პრობლემა არ გექნებათ. ყველაფერს ჩართავთ, ტელეფონს დატენით და ასე შემდეგ. კომფორტ. ეხლა კი დროა გადავიდეთ იმ ნაწილზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ამ ავტომობილში. გარეგნობა ხო აქვს ძალიან განსაკუთრებული, მაგრამ შიგნეულობა ძალიან განსაკუთრებული აქვს, იმიტომ რომ ეს ავტომობილი ძალიან განსხვავდება სხვა ჰიბრიდებისგან და ეხლა გეტყვით რითი. მოდი ავხატოთ. ეგრეთ წოდებული კაპოტი. ჩავიხედოთ შიგნით და თან მოგიყვებით, როგორ იყენებს ეს ავტომობილი ელექტროენერგიასაც და პლუს საწვავსაც. კაპოტსაც რომ ავხდით, ეგრევე იფიქრებ, რომ ეს არის ელექტროავტომობილი, მაგრამ არა, როგორ არა, მაგრამ აგიხსნით პრინციპს. აქ რომ ჩახედოთ, უკვე ჩვეულებრივ ძრავს დაინახავთ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ამ ავტომობილს აქვს ორი ელექტროძრავა 35 კილოვატიანი და დამატებით აქვს 1 და 5 ტურბინიანი ძრავი. თუმცა განსხვავება ეს არის, რომ შიდა წვის ძრავა ბორბლების ტრიალში მონაწილეობას არ იღებს და გეტყვით ახლა რა არის. ეს არის ელექტროავტომობილი, რომელსაც აქვს ელექტროძრავი როგორც გითხარით და მთლიანად ელექტროძრავით იმართება. უბრალოდ ჩათვალეთ, თქვენ გაქვთ ავტომობილში ჩაშენებული ეგრეთ წოდებული გენერატორი,
და ეგრეთ წოდებული დვიჟოკი უფრო გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, რომლითაც ყოველთვის იტანება ელემენტი. აი ხო გაქვთ მიმები ნანახი, ალბათ ვიდეოც გექნებათ ნანახი, რომ ტესლაზეო ზემოდან ერთი გენერატორი უნდა დაადგაო, რომ შენი დამტენი თან დაგქონდეს. აი იგივეა გაკეთებული, ოღონდ ჩანგანმა ეს ოფიციალურად ქარხნულად ჩაგიშენეთ, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ და ძალიან კომფორტულად შეგიძლიათ იმგზავროთ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ მანძილზე. მარტო ელექტროძრავით შეუძლიათ დაახლოებით 150 კილომეტრის გავლა სრულად დამოხტულით, მაგრამ თქვენ თუ გექნებათ სრულად დამოხტული ელემენტიც და პლუს ავზაც მთლიანად გავსებთ, 60 ლიტრიანი ავზი აქვს, 1000 კილომეტრზე მეტს გაივლეთ. აი ხა დღეს სრულად იყო დატენილი, ავზით სულ მთლიანად გქონდა სავსე რომ წამოვიდეთ და 1090 კილომეტრს წერდა. ანუ 6 ლიტრზე ნაკლები გამოდის 100 კილომეტრზე. წვა, რაც დამეთანხმების რომ 2.5 ტონიანი ავტომობილისთვის ძალიან ცოტაა. ეხლა ტრადიციულად ჩავჯდეთ, რა თქმა უნდა, უკანა სავარძელზეც, რომ გზავრის ამპლუაშიც გამოვცოდოთ როგორია ამ მანქანით მგზავრობა. დასაწყისში გითხარით, რომ ეს მანქანა არის 5 მეტრზე მეტი მეთქი და უშუალოდ ის სივრცე, სადაც მგზავრების ხედან არის დაახლოებით 3 მეტრი. ანუ ძალიან დიდი ნაწილია გამოყოფილი იმისათვის, რომ მგზავრების კომფორტი იყოს და ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ, რამხელა სივრცე მაქვს. აქ არის ერთი Type-C პორტი ჩაშენებული, ტელეფონი რომ დატანოთ და გაცმობა გაგრილების სისტემა. აქ ბარიც გვაქვს. всё, გადმოვედი ახლა ამ მანქანის მფლობელის ამპლუაში და ეხლა პირველს გეტყვით, რას ვერ შევეგუა, აი ორი დღე რომ მყავდა ეს მანქანა, ხელი სულ გამირბოდა და გეტყვით ეხლა რას. მანქანას არ აქვს სტარტ-სტოპის ღილაკი. ოღონდ არ გიგონათ რომ გასაღების გადატრიალებით იქოქება. არა, საერთოდ არ იქოქება. როგორც კი მანქანის ჩაჯდებით, მორჩა მანქანა არის გააქტიურებული, ეგრევე შეგიძლიათ ჩააგდოთ სიჩქარეში და წახვიდეთ. თან ხო უცნაური, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით კარგიც არის. ეხლა ნახეთ მანქანას როგორც კი უახლოვდებით, ეგრევე თვითონ იღება სახელურები გამოვა, ეგრევე შეგიძლიათ ჩახდეთ და გაიქცეთ. ანუ მომენტი არ გჭირდებათ, ვინმე თუ მოგდევთ და მანქანასთან მორბი ხართ, თავისით გაიღებთ და ჩაჯდებით, თუ არა ეგრევე შეგიძლიათ პედალზე დაწვეთ და გაიქცეთ. პირველი რაც ძალიან მაგრად მომეწონა უნდა ვთქვა, რომ ეს არის სიჩქარების გადართველი. აი ეს ხელს მოკიდებთ და გადაწევთ და გადმოწევთ. ძალიან ესეთია განსხვავებული, ძირითადად ან ღილაკებზე არის ხოლმე, ან პატარა შიფტერია. ესეთი იშვიათად მინახავს და ძალიან მომეწონა ეს ინოვაციური გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ციფრული, მაჩვენებელთა დაფა არის ციფრული, შედარებით პატარა ეკრანი არის. ასევე აქვს ძალიან დიდი ეკრანი, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი არის გადმოტანილი, როგორც ძირითადად თანამედროვე ავტომობილებში არის ხოლმე. მატერიალები აქვს საკმაოდ კარგი, რასაც ნაკლებად მოელოდებით ხოლმე ზოგადად ჩინური ავტომობილებისგან, მაგრამ არა, ნამდვილად კარგი აქვს. აქ არის უფრო რბილი ნაწილი გაკეთებული, აქ არის ტყავი გადაკრული, წინ აქ საკმაოდ დიდი სივრცე აქვს. ბარი არის მაღალი, რაც მე ძალიან მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ ხელის ჩამოდება აქვე შეგიძლიათ თან გადაბმული, როდესაც არის და პლუს დამატებით დაბლა აქვს თარო. ანუ ეს ბარი კი არ არის შეკრული, არამედ აი აქ დამატებითი ნივთების დალაგება შეგიძლიათ და დამერწმუნეთ, შეიძლება გეგონოთ, რომ დიდი არაფერი არ არის, მაგრამ არის. ორი დღე რომ მყავდა ეს მანქანა და ყოველ დღე 2 დღის განმავლობაში მოძრაობდი, ძალიან ბევრჯერ დამეხმარა ეს სივრცე რაღაცის დასადებად, როდესაც არც აქ მინდოდა დებულიყო და აქაც ვერ დებდი, იმიტომ რომ გზავრი მყავდა. ხელის მოსაკიდებლები აქაც აქვს, რა თქმა უნდა. უგზობაში რომ ივლით, მაგრამ ალბათ ზღოლისთვის ახლა არ მგონი უგზობაში ამას ეჭიდებოდეს. ეს უფრო რადგან მაღალი ავტომობილი, ცოტა დაბალი ადამიანისთვის მარტივად ამასასვლელი იყოს. აქ გვაქვს ძალიან ღრმა ბარი. საკმაოდ ლამაზი ფორმის საჭეც აქვს. ძალიან მომეწონა მისი დიზაინიც. აქ აქვს ნახეთ ესეთი ბერკეტი, რომელსაც აი ესე დაატრიალებთ. ეხლა არ გამოგვიჩნდება, როდესაც დავიძროვით იქ გაჩვენებთ კარგად. ისი ავტომობილს სტანდარტულად აქვს ესეთი 3 განსხვავებული რეჟიმი, არა რელიეფზე, არამედ ზოგადად რა სიტუაციაში დადიხართ. ურბან არის, როდესაც ქალაქში დადიხართ და აქ ირჩევთ, რა თქმა უნდა, ეკო, ნორმალი სპორტი და custom, ან თქვენ თვითონ რომ მოარგოთ თქვენს სურვილებს. high speed ეს არის, როდესაც უკვე ტრასაზე გახვალთ, ავტობანზე ივლით, იქაც ანალოგიურად ირჩევთ უკვე მართვის სტილს და გაყენებთ range, საიდან სადამდე გინდათ, რომ ბატარეამ შეინარჩუნოს რესურსი, ასე ვთქვათ, რომელსაც როგორც კი ასე ვთქვათ გადაცდება, მაშინვე იწყებს უკვე საწვავის გამოყენებას. მოკლედ, კომფორტისთვის, რა თქმა უნდა, როგორც ყველა თანამედროვე ავტომობილს, ძალიან ბევრი აპლიკაცია და ფუნქცია აქვს იმისათვის, რომ თქვენი მგზავრობა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო, რა თქმა უნდა. პირველი, რასაც დავიწყებ და რამაც აღმაფრთოვანა მე ამ მანქანაში, აი
2 დღის განმავლობაში, როდესაც მყავდა და იქ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, როდესაც მანქანით ვიარე წინასწარ სანამ უშუალოდ ტესტ-დრაივს გადავიღებთ, იმიტომ რომ უფრო კარგად შევიგრძენი, რა იყო, როგორი იყო, რა მომეწონა და რა არ მომეწონა. ეს არის მისი სირბილე. იმდენად რბილი მანქანა, ისეთი გემრიელი სატარებელია, რომ აი მართლა აღფრთოვანებული დაურჩი და გულწრფელად ვიტყვი, ცოტა მანქანაში მიგრძნია აი ეს დიდი კომფორტი, რაც ამ მანქანამ მომანიჭა მაგნაწილში. რა არ მომეწონა, ეხა იმას ვიტყვი. იმიტომ რომ ჩავჯდებით თუ არა პირველი ეგ მეფეთება. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა მანქანაა და წესით საქარემინა უნდა იყოს საკმაოდ დიდი და თვალსაჩინო არეალი მქონდეს უზარმაზარი, განსაკუთრებით ხა ამ ულამაზეს ხედებს, ვაიმე შეხედე გიგარა სილამაზე. საქარემინა არის პატარა. აი იცი რა არის პატარა ჩემთვის? რო შეხედო ხა ვერ იტყვი პატარა, მაგრამ აი აქ არ არის საკმაოდ მაღალი. აი ჩემი თვალი ესე რომ მიდის, ხვდება აი აქ სადაც ჩარჩო იწყება უკვე მანქანის და აი როგორ შეგრძნებას მიქმნის, იცი რომ თითქოს დაბალი ჭერი აქ ეს ჭერი თავზე მადევს და აი ესე უნდა ვიყურო რომ რაღაცა კარგად დავინახო. არა და რეალურად არც ეგეთი დაბალი ჭერი არ აქვს, უბრალოდ ეს ჩარჩო საკმაოდ დაბლად ჩამოდის და საქარემინა ბოლომდე არ არის გადასული. უსაფრთხოების სისტემებს რაც შეეხება, ხა კამერებზე ვსაუბრობდი წეღან, კამერები აქვს 540 გრადუსით, ანუ 360-ით კი არა, 540 გრადუსით. აბსოლუტურად ყველა წერტილს ხედავთ. ანუ აი ამ ხელა რომ არის და ზოგიერთი ვიწრო გამოსასვლელიდან გამოსვლა მიჭირდა და კამერების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა და უფრო ინტუიტიურად უნდა გამოსულიყავი რომ გავედებოდი თუ არა, კამერებში ყველაფერს იდეალურად ხედავ, ნებისმიერი მხრიდან, ანუ მართლა ყველა წერტილიდან რასთან ახარ ახლოს, რისგან ხარ შორს, სადაც შეგიძლია გაიარო და სად ვერ გაივლი და შესაბამისად აი ბევრი წინ და უკან მისვლა-მოსვლა აღარ მჭირდებოდა და დროსაც და ნერვებსაც საკმაოდ მაზოგინებდა ეგ ყველაფერი. ერთადერთი რაც ცოტა შემაწუხებელი იყო ის რომ აი მანქანა სხვა მანქანას ან რაიმე ობიექტს რომ მივუახლოვდებოდი ძალიან წიო და მიუხედავად იმისა რომ არც ეგრე ახლოს არ ვიყავი, ანუ ძირითადად ხო მაშინ წივის ხოლმე რაღაცა გაბმით რომ უკვე იმდენად ახლოს ვარ აი წკიპიტღა და ვეჯახები, მაგრამ ამაში არ იყო. თუმცა ზედმეტ სიფრთხილეს თავი არ ტკივა, კი ბატონო, მე რო გავიხედავდი ხოლმე სარკეში დავინახავდი რომ საკმაოდ დიდი ადგილი მქონდა და ნუ კამერაში ჩანს ეგ უბრალოდ დროზე ადრე გაფრთხილებს რომ ფრთხილად იყო და იმაზე ახლოს არ მიხვიდი, ანუ ცოტა ნელა მიხვიდი. მანქანას აქვს ძალიან ბევრი რეჟიმი. მე ვახსენე დასაწყისში და ახლა უფრო დეტალურადაც მოგიყვებით. აი აქ ბერკეტით იმართება. თან როგორ ხმას გამოსცემს ნახე? ეხა უყურე, მადიან ტალახის რეჟიმი აქვს, ქვიშაზე სიარულის, უგზობაში, წყალში და ესეც გამოვიყენეთ, წყალში გავიარეთ. კი ბატონო, გავთიშოთ. სტანდარტული თოვლის, ანუ ფაქტობრივად ნებისმიერ რელიეფზე შეგიძლიათ რომ ატაროთ ეს ავტომობილი, მიუთითებთ სად დადიხართ და ის ავტომატურად გადართავს ავტომობილის მონაცემებს და შესაძლებლობებს იმ გარემოსთან შესაბამისად, რა გარემოშიც ხართ. ჩამოვიდით მეგობრებო არხოტში, ძალიან მაგარი გზა გამოვიარეთ, თოვლიანი, აი შუა ივლისში თუ სადმე მაგხელა თოვლს ვნახავდი მართლა არ ველოდებოდი, მაგრამ ნამდვილად იყო ეგეთი გზა, ცოტა სახიფათო გზაც იყო, მე ძალიან შემეშინდა და შუა გზიდან იმასაც კი ვეუბნებოდი გუნდს, რომ მეთქი მოდი უკან მიუბრუნდეთ და აღარ ავიდეთ მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი არ დამიჯერეს და ამოვედით ბოლომდე, იმიტომ რომ აქ არის ოჯახი, რომელსაც აქვს პატარა სასტუმროც, ასევე კოტეჯებიც და გვიმასპინძლეს ოჯახში უგემრიელეს ხინკალი გაგვასინჯეს და არაჩვეულებრივი ხაჭაპური. ისეთი კარგი მასპინძლობა რომ გაგვიწიეს, რომ ამას აი ჩემს TikTok-ზე თუ გადმოხვალთ, მაგის vlog-ს ცალკე დავდებ დღევანდელი დღის, რაც backstage იყო, ასე ვთქვათ და იქ შეგიძლიათ ნახოთ და ჩამოხვიდეთ, კოტეჯებიც არის დარჩეთ, მოკლედ არაჩვეულებრივი გარემოა. ეხლა ჩვენ მარტოები არ ვართ წამოსულები. ჩვენთან ერთად არის კიდევ აი ეს ავტომობილი, რომლის სახელწოდებაც არის ტანკ 300. ესეც ჩინური ავტომობილი გახლავთ, მაგრამ ეს არის სუფთა ოფროუდისთვის შექმნილი ავტომობილი და დღეს გვინდა რომ დღევანდელ ვიდეოში ამ ხელგზაზე იმიტომ წამოვიდეთ და ესეთ ადგილას რომ შევადაროთ და გავტესტოთ როგორია ეს ავტომობილიც ოფროუდში და როგორ შეერკინება ასე ვთქვათ ტანკ 300.
ამასაც რომ გითხრათ, ცოტა რამ ინფორმაცია მოგაწოდოთ, შეგიქმნეთ წარმოდგენა დაახლოებით რა ავტომობილია. ესეც საკმაოდ ბუმბერაზი ბრენდის წარმომადგენელი არის. ვიზუალურად მე დავინახე თუ არა, სიმართლე გითხრათ, ნივას მომაგონებს და ნივა ყველგან მიევა ხო წარმოგიდგენიათ, აი მაგ პრინციპით არის ზუსტად ტანკს 300-შიც. ეს არის მართლა უმძიმესი ოფროუდისთვის შექმნილი. თვითონ ჩინელები ამბობენ, რომ ეს არის იმდენად გამძლე ავტომობილი ოფროუდში, რომ აი კლდიდანაც რო დავაგოროთ, არაფერი არ მოუვაო და აი დღეს გვინდა ზუსტად ეგ დავტოვოთ, ახლა კლდიდან სამწუხაროდ ვერ დავაგორებთ, არა და ისეთი კარგი კლდეებია და ისეთი ლამაზი კადრები გამოვიდო და დასაგორებლად, მაგრამ სამწუხაროდ მაგის საშუალება არ გვაქვს, რომ მართლა მაგარი იქნებოდა. აქეთა გზაზე მე ვიჯექ დიპალში და გაგიზიარეთ უკვე როგორი შეგრძნებები მქონდა, ქალაქში რას ვფიქრობდი, ანუ ქალაქში როგორი იყო და ამ გზაზე როგორი არა და აქედან რომ წავალთ, ახლა უკვე ტანკს 300-ით ვიმგზავრებ და უკვე ობიექტურად გეტყვით დაახლოებით როგორია ოფროუდში. ახლა ტანკს 300-ის ტექნიკურ მონაცემებზეც რო გითხრათ და ასე ვთქვათ, წარმოდგენა შეგექმნათ როგორი ტიპის მანქანა, გეტყვით რომ ეს არის კლასიკური ჯიპი, ეგრეთ წოდებული. რამაზეა და უკან აქვს ეგრეთ წოდებული ჩულოქი. აქვს წინა და უკანა ხიდის ბლოკირება და ასევე ცენტრალური და როგორც ამბობენ, ძალიან მაგარია ოფროუდში. ხო და დღეს გამოვცით ახლა როგორი მაგარია, რამდენად გაუწევს კონკურენციას დიპალს, იმიტომ რომ ზოგადად ეს ორი ავტომობილი არის ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები. ფასიც ერთი და იგივე აქვს, კლასიც ერთი და იგივე აქვს, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ მაინც ხასიათში განსხვავდებიან. ეხლა რომ ვატარებთ ორივეს ერთად, უფრო კარგად დავინახავთ და საბოლოო დასკვნასაც რა თქმა უნდა გეტყვით და შევაფასოთ როგორი არის დიპალი, იმისათვის რომ მოვიხმაროთ როგორც ქალაქში, ასევე უგზოობაში და როგორი არის ტანკთან შედარებით. თესრის კედელია თოვლის. ანუ წარმოგიდგენიათ რამ სიღრმე თოვლი იდო, რამ სიმაღლე აქ, რომლისადმი მეც გაიყვანეს აქ გზა. ორთქლი გამოდის, ანუ აქ არის ზამთარი ჩვეულებრივი. მოკლედ ჩვენი ვიდეო ამითი დასრულდა მეგობრებო. ძალიან მაგარი მოგზაურობა გამოგვივიდა. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ესეთი მაგარი და საინტერესო გადაღება ჯერ არ მქონია, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ადგილები მოვინახულეთ, ძალიან ბევრი შიში ვჭამე, სანამ იმუღელტე ხილს გადმოვიდოთ და სანამ გადავალთ ახლა ბოლომდე და აქ უნდა დაგემშვიდობოთ და გაუდგეთ გზას თბილისისკენ და მანამდე გაგიკეთებთ ერთ პატარა შეჯამებას. ჩანგან დიპალი არის უნივერსალური ავტომობილი, როგორც ვთქვი. თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ძირითად დროს ატარებთ ქალაქში, სამსახურის სახლი და უქმეებზე ან მშობლებაში გიყვართ ქალაქგარეთ და უგზოობაშიც წასვლად, მაშინ არაჩვეულებრივი არჩევანია, იმიტომ რომ ქალაქში ყოველდღიური მოძრაობისთვის ძალიან პრაქტიკული, კომფორტული და რაც მთავარია ეკონომიურია. უგზოობაში კი ნახეთ როგორი შედეგი საჩვენა. რა თქმა უნდა, ხა ტანკს ისეთ ძლიერ ოფროუდში არ გამოუწევია ჩვენი დიპალი, რომ ვერ გამკლავებოდა, იმიტომ რომ ვიცით რისთვის არის ეს ავტომობილი შექმნილი, თუმცა იმ უგზოობაში რაშიც არა ძალიან კარგად გაართვა თავი და რა ვიცი, როგორც უკვე ვთქვი, თუ თქვენ უშუალოდ ოფროუდისთვის გართობა არ გინდათ, მაშინ აბსოლუტურად ყველა თქვენ სურვილს და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ეს ავტომობილი. საბოლოო ჯამში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინურმა ავტომობილებმა ნამდვილად მოახერხეს ჩვენი გაოცება. და ყველაზე მთავარი, რაც არის ხოლმე ზოგადად ჩინური ავტომობილების ნდობა უჭირთ, იმიტომ რომ აი რა ვიცი, რა მოუვა რამდენიმე წელში, ხო და დიპალს აქვს 5 წლიანი ოფიციალური გარანტია, 5 წელი ან 150,000 კილომეტრი, ამიტომ შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ და იყოთ იმედიანად, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა 5 წელზე დიდი ხანი იშვიათად იტოვებენ ხოლმე ავტომობილებს და 5 წლამდე თუ რამე მოუვა, კი იცით ვის უნდა მიაკითხოთ. დაგემშვიდობებით, კომენტარის დაწერა არ დაგავიწყდეთ, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, როგორ მოგეწონათ ვიდეოც და ეს ავტომობილიც და არ დაგავიწყოთ, რომ ყველა კომენტარი არის მომგებიანი. აბა დროებით.